სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. სასოწარკვეთილება უიმედობა და გულგრილობა გნებავთ უზრუნველობა, რომელიც ცოდვები, რომელიც ხშირ შემთხვევაში დასცემს ადამიანს და განაშორებს ღმრთისაგან. მოусმინოთ ღვთაებრივ ოქროპირს ამ ცოდვებთან დაკავშირებით მის სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა თავისი სიღრმით და მადმოსილებით. სასოწარკვეთილება და უზრუნველობა ერთიც და მეორეც დამღუპველია ჩვენი ცხოვრებისათვის. სასოწარკვეთილება წამოდგომის ნებას არაძლევს დაცემულს. უზრუნველობა კი ფეხზე მდგომსაც დაამხობს. პირველი, როგორც წესი, კაცს ართმევს შეძენილ სიკეთეებს. მეორე, საშუალებას არაძლევს თავი დააღწიოს მოწევნულ ბოროტებას. უზრუნველობა კაცს ზეციდანაც კი მიწად დასცემს. სასოწარკვეთილება თვით უფსკრულშიც ჩააგდებს და ეს მაშინ, როცა სასოება ამ ჯურღმულიდან უმალ აღმოიყვანს მას. დააკვირდი ორივეს ძალას. ეშმაკი ადრე კეთილი იყო, მაგრამ გახდა უზრუნველი, წარიქვეთა სასო და ისე გაბოროტდა, რომ ამ დაცემის შემდგომ უკვე ვეღარ წამოდგა. თავიდან ის რომ კეთილი იყო, მოისმინეთ, რას ამბობს ქრისტე. ვხედავთ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდა მორდომილსა. ელვასთან ეს შედარება მიანიშნებს, რომ მას ადრე ნათელი ბუნება ჰქონდა და იმასაც, რომ იგი უსწრაფესად დაეცა. პავლე იყო ღვთისმგონობი, მდევნელი, მაჭირვებელი, მაგრამ როგორც კი მოშურნეობით აღენთო და არ მიეცა სასოწარკვეთილებას, აღდგა კიდეც და ანგელოს და სწორით შეიქმნა. იუდას პირიქით დაემართა. იგი მოციქული იყო, მაგრამ უზრუნველობა დარია ხელი და მოღალატედაც იქცა. ავაზაკი, რაკი თავისი უკეთური ცხოვრების შემდგომაც არ წარიკვეთა სასო, ყველაზე უწინ შევიდა სამოთხეში. ფარისეველი ზესთამჩენობის გამო სათნოების მწვერვალიდან გადმოვარდა. მეზვერე, რომელიც სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდა, ისე გამოსწორდა, რომ ფარისეველსაც აჯობა. გინდა მიგითითო მთელ ქალაქზე, რომელიც ასე მოიქცა და გადარჩა. ეს იყო ნინევია. მართალია, ნინევიელები სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ღვთის განაჩენმა, რადგან წინასწარმეტყველმა მათ არ გააგებინა თუ შეინანებდნენ გადარჩებოდნენ, არამედ უბრალოდ აუწყა. მერმე სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს. მაგრამ მიუხედავად ღმრთის ამ მუქარისა და წინასწარმეტყველის ღაღადისა, რომ განაჩენი არც გადაიდებოდა და არც შერბილდებოდა, მოქალაქენი სულით არ დაცემულან და კეთილი იმედი არ დაუკარგავთ. ღმერთმა განაჩენი იმიტომ არ შეურბილა ნინევიელებს და არც აუწყა თუ შეინანებდნენ გადარჩებოდნენ, რომ ჩვენ საღმრთო მკაცრი განაჩენის მოსმენის დროსაც კი ეს მაგალითი გავესწენოთ და სასოწარკვეთილებას არ მივეცეთ. მაგრამ ღვთის კაცთმოყვარება მარტო იქიდან კი არ ჩანს, რომ მან მართალია განაჩენი არ შეარბილა, მაგრამ შეურიგა და მონანულთ. არამედ იქიდან, რომ მან უპირობო განაჩენი გამოუტანა ნინევიელებს, რათა მათი ღვთის მოშიშება გაეძლიერებინა და მათი წრე-გადასული უზრუნველობა შეემუსრა. ამასთან თავად შენანების ვადაც მეტყველებს ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარებაზე. სამ დღეში ნინევიელები რას გააკეთებდნენ ისეც, რითაც ესოდენ დიდ ცოდვათა წარხოცვას შეძლებდნენ. ნუ თუ ვერ ხედავ, აქაც როგორ ცხადდება საღმრთო მზრუნველობა. იგი ძირითადად ამ ქალაქის გადარჩენას ემსახურებოდა.
მას ვიცოდეთ ეს და ნურას დროს მივეცემით სასოწარკვეთილებას, რადგან ამაზე ძლიერი იარაღი ეშმაკს არ გააჩნია. ამიტომაც ჩვენგან ცოდვის ჩადენა ისე არ ახარებს მას, როგორც ჩვენი უსასწორობა. შეგიძლია გაიხსენო მემრუშის ამბავი, როგორ ეშინოდა პავლე მოციქულს მისი ცოდვებისა, უფრო მეტად კი მისი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნისა. ამიტომაც წერს იგი კორინთელებს. ყოვლადვე ისმის, რაისა თქვენ შორის სიძვაი და ეგებით არის სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართა შორის სახელ ედების. მან დაავალა კორინთელებს ეს ცოდვილი მიეცათ ეშმაკისათვის. მას შემდგომ კი, რაც მან შეინანა და გამოსწორდა, პავლე ამბობს, კმა არს ეგებით არისა მის შერისხლისაი, ესე მრავალთაი, გლოცავ თქვენ, განამტკიცეთ მისზე და სიყვარული. მოციქულმა იგი ჯერ ყველას მტრად წარმოაჩინა, ჩამოაშორა სამწყსოს და მოკვეთა სხეულს. ახლა კი შეხედე, როგორც ცდილობს, ისევ დაუახლოოს და შეუერთოს მას. მან ზერელეთ კი არ შეუთვალა, შეიყვარეთ იგი, არამედ გლოცავ თქვენ, განამტკიცეთ მისზე და სიყვარული. ანუ აჩვენეთ მტკიცე და უცვალებელი მხურვალე მგზნებარე სიყვარულიო. ადრინდელი მტრობის სანაცვლოდ კეთილგანწყობა, მაგრამ განაშენ პავლემ არ გადაეციეს კაცი სატანას, მართალია პასუხობს ის, მაგრამ არა მის ხელთ დასარჩენად, არამედ მისი ძალაუფლებიდან თავის მსწრაფ დასაღწევად. ნახე როგორ ეშინოდა პავლეს სასოწარკვეთილებისა, რაც როგორც აღვნიშნე ეშმაკის ძლიერი საჭურველია. როდესაც მან თქვა გლოცავ თქვენ, განამტკიცეთ მისზე და სიყვარული, იქვე დაურთო, ნუ უკვე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგებით არის იგივე. მისი სიტყვებია, ცხვარი მგლის ხახაში მოხვდა, საჩქაროდ უნდა გამოუტაცოთ იგი მხეცს, სანამ არ გადაყლაპავს და არ წარუწყმედია ჩვენი წევრი. გემის ვირთებში მოექცა, შევეცადოთ მის გადარჩენას, სანამ არ ჩაძირულა, როცა აბუბოქრებული ზღვის ტალღები შემოერტყმიან ხომალდს, იგი დაინთქმება. ასე ემართება სულსაც. დარდით გარემოცული მალე დაიღუპება, თუ არავინ დაეხმარა. საკუთარ ცოდვებზე დარდი, რაც თავისთავად გადამრჩენია, დამღუპველიც კი ხდება, თუ ზომიერებას არ დავიცავთ. შეხედე პავლეს სიტყვების სიზუსტეს. მას არ უთქვამს, არ დაღუპოს იგი ეშმაკმა, არამედ რაითა არა მივიანგარნე ჩვენ ეშმაკისაგან. აქ სიტყვა მივიანგარნეთ ნიშნავს სხვისი საკუთრების მიტაცებას. ამით პავლემ მიგვიტითა, რომ შემწოდებელი შენანების შემდგომ უკვე გახდა ეშმაკისათვის უცხო და ქრისტეს სამწოსათვის თავისიანი. პავლეს სიტყვები რაითა არა მივიანგარნეთ ჩვენ ეშმაკისაგან ნიშნავს, თუ სატანა ამის მერეც არ გაუშვებს შემწოდებელს, გამოვა რომ მიტაცებული ყავს ჩვენი წევრი, ჩვენი სამწოს ცხოვარი, რომელმაც სინანულით უკვე ჩამოიხსნა ცოდვა. პავლე მიცოდა, რაც ეშმაკმა დამართა იუდას და ეშინოდა, აქაც იგივე არ მომხდარიყო. მაინც რა დამართა ეშმაკმა იუდას. იუდამ შეინანა, ვსოდე რამე თუ მიიგეთ სისხლი მართალიო. ეშმაკმა გაიგონა, რა სინანულის ეს სიტყვები მიხვდა, რომ იუდა გამოსწორების გზას დაადგა და გადარჩენისაკენ მიდის. ამგვარი ცვლილებით დამრთხალმა სატანამ გაიფიქრა, იუდას ყავს კაცთმოყვარე ღმერთი, ვინც მას მისი ღალატის გამზრახველს მრავალგზის მოძღურავდა და მისთვის გლოვობდა, მასადმე მონანულს უფრო შეიზღნარებს. როცა გამოუსწორებელს იზიდავდა და თავისკენ მოუხმობდა, გამოსწორებულსა და საკუთარი ცოდვის შემცნობს უფრო არ მოიზიდავს, ღმერთმა ამისათვის ჯვარცმაც კი თავს იდვა. რა გააკეთა ეშმაკმა? ააფორიაქა იუდა, მეტისმეტი დარდისაგან გონება აურია
დევნა არ მოასვენა, სანამ ყურფში თავი არ გააყოფინა. სააქაოდან არ გაიყვანა და შენანების სურვილი არ წაართვა. ის რომ თუ იცოცხლებდა იუდა გადარჩებოდა, ჩანს ქრისტეს ჯვარმცმელთა მაგალითიდან. უფალმა იხსნა ისინი. თავად ჯვარცმული ევედრებოდა მამა ღმერთს მათთვის ცოდვების მიტევებას. აქედან ნათელია, რომ ის სრული კეთილგანწყობით მიიღებდა მოღალატესაც, თუ იგი სათანადოდ შეინანებდა. მაგრამ მეტისმეტი მწუხარებით დათორგუნულმა იუდამ ეს მკურნალობა ვერ გამოიყენა. ამის ეშინოდა პავლეს, როცა კორინთელებს ავალებდა, ის კაცი ეშმაკის ხბებიდან გამოეტაცათ. თხოვებას გავაგრძელებთ წირვის ბოლოს. ერთმა დაგლოცოთ და გაგორდოთ.